რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ინიციირებული არის ყველაზე დაინტერესებული პირების მიერ, ეს არის ცელიაკი დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ და პაციენტების მიერ, რაც არის მამოძრავებელი ძალა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე თქვათ ვიღაც სხვა დაუინტერესებელი პირი. საზოგადო სკრინინგის ჩატარება, რა თქმა უნდა, არის რაციონალური იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს რეალური გამოსავალი, კერძოდ თუ ის დაავადება, რომელსაც აღმოაჩენ, შეიძლება განიკურნოს ან გაკონტროლდეს სრულად მაინც და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს დაავადება პრობლემებს ქმნის. ასეთი დაავადებების რიცხვს ერთ-ერთი წელიაკიაც მიეკუთვნება. შესაბამისად, ამ სკრინინგს თუ ის ხარჯ-ეფექტური არის, რა თქმა უნდა, საფუძველი აქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ იტალიის შემდეგ, რომელიც პირველი იყო მსოფლიოში, ვინც დაიწყო წელიაკის სკრინინგი, მეორე საქართველო არის და შესაბამისად ეს ინოვაციური მიდგომა არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, ვიყოთ მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ შედარებით პატარა ზომის ქვეყანა, შედარებით პატარა მოსახლეობით და შესაბამისად რაციონალური კვლევის ჩატარების საფუძველზე შეიძლება რეალურად დიდი შედეგის მიღება. კერძოდ, დროულად აღმოჩენა იმ პაციენტების, ვისაც ცელიაკია აქვს და მათი რეალური დახმარება. ყველაზე მთავარი არის, რომ ეს ინიციატივა და ეს მოდელი, რაც არის, არ დარჩეს მხოლოდ საქართველოს და აჭარის დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დრო ქართველებს, რომ ეს ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ სხვებსაც და ეს შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება, რაც უფრო მეტი იქნება ამ ასოციაციაში გაწევრიანებული პირი, მით უფრო ეფექტური იქნება. საქართველოში უნდა იყოს საორიენტაციო 40,000-მდე პირი. ამაზე საფიქრალია, რომ ეს წარმატებული მოდელები სანამ დროა გავზარდოთ, განვავრცოთ.